ამბავს არ ვიშავს. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს რეალურად შენთვის კარგი უნდა, ზრუნავს, ხელავს და ამიტომ შეიძლება რომ კონკრეტული რჩევა მოგცეს და შეიძლება მეტი რაღაც გარკვეულ საკითხში ესმის. კიდე არ საუბრობს, ჯერ დადის, ჯერ დახოხავს, რამეს არის თუ რა თქვა ხომაროაკე. ერთხელ შემდეგი ეტაპები ნახე. რომ შემჩევა არ მჭირდება. სხვა ყველაფერი არის უბრალოდ ხმაური. მხოლოდ ის რა არის ჩვენი შვილისთვის უკეთესი. მოგესალმებით, ეს დედების პოდკასტის მე-13 ეპიზოდია. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ნათია კვიცინაძე. ნათია, მოგესალმები. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სპონსორი არის მუსტელა, დედების და ბავშვების მულის ფრანგული ბრენდი. ჩვენი დღევანდელი თემა შეეხება საზოგადოების აზრს, საზოგადოების ზეწოლას, ესე ვთქვათ, აი მითებს, მითითებებს და მსგავს მიმართულებით ვისაუბრებ დღეს. და მაქვს ესეთი შეკითხვა შენთან, აი როგორ შეხვდი დედობას, აი გაგიმართლა ის იმედები, ის ფიქრები რასაც ფიქრობდი, რომ აი პირობითად აი ასეც წარიმართებოდა შენი დედობა თუ პირიქით სხვანაირად მიწდა. გამარჯობა ყოველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის, მე საერთოდ თქვენს მაყურებელს. მოლოდინი დედობასთან დაკავშირებით მქონდა ბევრად მარტივი. მეგონა რომ მარტო ეს ლამაზი მომენტები და ლამაზი კადრები იყო, რასაც გარეგან ხედავდი ხოლმე სხვა დედებს და ბავშვების შემთხვევაში. მაგრამ ის ეპარუნდა ეს ლამაზი მომენტები ნამდვილად იყო, მაგრამ რეალურად ამასთან ერთად ბევრი გამოცდა, ბევრი შფოთვა, ნერვიულობა, ბევრი რამის გაქენება ახლდა ამ ყველაფერს თან. ვიტყოდიო ის მოლოდინი რაც მქონდა არ გამართლდა, მაგრამ ზუსტად აღმოჩნდა რაც რეალურად უნდა დავიქი. ბევრი სირთულე იყო, რასაც იქამდე არ მიფიქრია, თუნდაც ეს შინაგანი შფოთვები, რამდენად სწორად ვაკეთებდი ყველაფერს. მეგონა რომ უფრო მზად ვიყავი. იქამდე სანამ რეალობის წინაშე დავდექი, იმიტომ რომ ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი მქონდა, სულ კითხულობდი, თითქოს ჩემს თავს ვამზადებდი, მაგრამ როცა უკვე რეალობის წინაშე დავდექი, ბევრი ნიუანსი იყო, რაც თურმე არ მქონია იქამდე გაანალიზებული. რა იყო შენი რეალობა და რა ნიუანსებს თულსო? თუნდაც ეს შინაგანი შფოთვები. ვიყავი თუმცა საკმარისად კარგი დედა, იქნებ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი, რამის ხომ არ დავუზიანებდი ამ ჩემი თქვას ან დაუდევრობით ან არასწორი ქმედებით. შევძლებდი თუ არა რომ მისი მოლოდინები გამარჯვებინა. ზოგადად ამის გააზრება რომ შენს ხელში არის პატარა ადამიანის სიცოცხლე, ძალიან რთული არის ამის გაიხარჯვა, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ესეთი პასუხისმგებლობა არასდროს არ მიგხსნიან ცხოვრებაში და ალბათ ყველა ასეა. და ძალიან საპასუხისმგებლო იყო და რა თქმა უნდა, შფოთვის მიზეზიც იყო ეს ყველაფერი. ის იგრძენი რომ აი საზოგადოებიდან მოდის ზუსტად აი ეს რჩევები, მითითებები, რაღაცა ესეთი შეფასებები თუნდაც. ვიტყოდი მშობიარობამდეც, არ ბავშვებამდეც ხდება ეს როგორც იგებენ რომ მოსულად ხარ, უკვე ცდილობენ რომ რაღაცნაირად საკუთარი მიმართულება მოქცენ. მათ გამოცდილებას მოგარგონ. აი ესე ქონია საზოგადოებას რომ თუ რაღაცა კონკრეტული მათ შემთხვევაში იყო მარტივი და მარტივად წავიდა, შენ შემთხვევაშიც მარტივად იქნება. ან პირიქით რაღაცას თუ რთული გამოცდილება ქონდა, შენს რთული გეკნება და თავიდანვე ამისთვის გამზადებენ ორსულობის პერიოდიდანვე. რაც ძალიან მოქმედებს, მე ძალიან მოქმედება ეს განწყობა, რა თქმა უნდა. ვინ არიან ეს ადამიანები, ოჯახის წევრები, ნათესავები, როგორი ტიპის ხობლები არიან, ვინც ესე ვთქვათ თავიანთი შეფასებებით რჩევებით ერთვებიან ამ პროცედურაში. ძირითადად ალბათ არის ხოლმე უფრო ახლო ფრის წარმომადგენელი ადამიანები, ოჯახის წევრები, ნაცნობები, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ოდობა სამხრივ ძალიან გამომართლა. პირიქით ოჯახის წევრები უფრო გაგებით მოეკიდნენ ჩემს გადაწყვეტილებებს და დღემდე ასე არის რომ პატივს სცემენ და ისეთ საკითხებში თუნდაც სადაც შეიძლება არ მეთახმებოდნენ, მაინც ძალიან კორექტულად მხოლოდ კითხვის დონეზე შეიძლება რაღაც კითხვა დასვან, მაგრამ ის სრულიად უცხო ადამიანები ქუჩაში, მაღაზიაში, სოციალურ ქსელებში არ არჩევით, არამედ პირდაპირ კრიტიკით შეიძლება შეგეჯახოს ან რაღაცა ისეთი დატოქსვის ტონით შეიძლება შეგეჯახოს პირდაპირ რაღაცაზე მიგანიშნოს, რომ ამას არასწორად აკეთებს. აი ეს რჩევებზე მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება. ყველაზე მეტად როგორი ტიპის რჩევები შეგვიძლია აერთონ მოარჩევ, შევდა ის საკვების მიმართულება, მოვლის და აი რა რჩევს გაძლევთ. ნებისმიერ საკითხი შეიძლება იყოს ეს ძირშესთან დაკავშირებით, ბავშვის ჩაცმასთან დაკავშირებით, სხვა და ციოფეხი რატო ჩანს გაცილდება.
კვებასთან დაკავშირებით ხშირი არის ხოლმე, რომ აი ყოფნის ნამდვილად იქნებ დაუმატო. ან პირიქით თქვათ თუ დედები რომელსაც ხელოვნურ კვებას ეყავთ პატარები, პირიქით ვიცი რომ იმაზე მიანიშნება ხოლმე, რომ აი ალბათ საკმარისად არ მოინდომე, რომ ეს პროცესი გამოსულა და ბუნებრივ კვებაზე. ნებისმიერ საკითხზე გავუჩერები ვარ ქუჩაში, მაგალითად და ერთ-ერთ მამაკაცმა გამაჩერა და დაახლოებით 15 წუთი ლექციას მიკითხავდა იმასთან დაკავშირებით, რატომ მეკეთა ბავშვს მზის სათვალე არ შეიძლება და ამასთან დაკავშირებით მათი და მთელი მონდომებით ინფორმაცია სრულიად უსხო ადამიანი. ანუ უკვე შეიძლება ის შეაქახელჩეროს მე მქონია შემთხვევა იმის გაუჩერს პროფესიონალი კითხვის გაუჩერდა და რაღაცა რჩევები მოუწია მართლა. ესეთი შემთხვევა იყო და რჩევას გაძლევს და პირობითად გეუბნება რომ აი რაღაცა მე ამ მართლებით ცოტა მესმის თუ ითვალისწინება ასეთ შემთხვევებსთან თუ გაგითვალისწინებია ეგეთ რჩევები. კი, იცით რა არის ზოგადად რჩევა და მითითება ყოველთვის ჩარევა ხდება სულს არ გიშავს. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს რეალურად შენთვის კარგი უნდა, ზრუნავს, ხელავს და ამიტომ შეიძლება რომ კონკრეტული რჩევა მოგცეს და შეიძლება მეტი რაღაც გარკვეულ საკითხში ესმის. მაგრამ გააჩნია ხოლმე ფორმას და გააჩნია იმას, რამდენად ვუტოვებთ დედას არჩევნის პაკეტების უფლებას, რამდენად ვუტოვებთ სიცოცხლეს, რომ თვითონ გადაწყვიტოს მისი შვილისთვის რა არის უკეთესი. ამას უნდა მივაქცეთ შემიძლია ყურადღება. გამითვალისწინებია, რა თქმა უნდა. წარმოუდგენელია, რომ ყველაფერი იდეალურად კარგად იცოდე და არიან ადამიანები, ვინც გარკვეულ საკითხებში შეძლებითი იციან, მაგრამ პირველ რიგში უფრო კორექტული იქნება, რომ ჯერ ვიკითხოთ, ჭირდება საერთოდ თუ არა ამ საკითხში ჩარევა. გაიზიანებს ზოგადად არა, არ მარიზიანებს. ადრე პირველ ეტაპზე ვფიქრობ, რომ უფრო ბრაზდებოდი ხოლმე და მინდოდა რომ პასუხი გამოცა. მაგრამ ეხლა არ მარიზიანებს. უბრალოდ თუ ვიცი რომ არ არის ჩემთვის ეს რჩევა კონკრეტულად მისაღები, უბრალოდ არ დავუთვალისწინებ, მოვუსმენ, მაგრამ მაინც ისე მივიღებ გადაწყვეტილებას, როგორც ჩემი შვილისთვის არის უკეთესი. ანუ შენ როგორ ვფიქრობ, დედას ინსტრუქცია სჭირდება? არ სჭირდება, რადგან კი შეიძლება თუნდაც დიდობის ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდეს ადამიანს, ან ახლობელს ოჯახის წევრს და ასე შემდეგ, მაგრამ გამოცდილება მას არ აქვს კონკრეტულად ჯიმშიფად. ანუ მას საჭირდება, ბავშვს საჭირდება ის მხოლოდ დედამიწის ყველაზე კარგად, რაც არ უნდა განხვითის კარგი გინდოდეს, მაინც იმაზე მეტი წარმოუდგენელია, რომ გინდოდეს იმაზე უკეთესი, ვიდრე საკუთარ შვილს. აი, ცოტა თომას მინდა რომ გადავუხვევ, რაღაც ფრაზებთან დაკავშირებით მინდა რომ აი, თუ არის შენთვის რაღაც ისეთი ფრაზა, რაც ყველაზე მეტად აი გახსენებას იწევს შენ. არის კი ესეთი ბევრი და არა მარტო მე ჩემს გამშემოც ვიცი რომ ბევრი დედას ეს არ უყვარს და მართა ისმის რა არ უყვარს. მაგალითად არის ხოლმე ძალიან ხშირად ესეთი რომ აი ჩემი ამასაკში კონკრეტულად რაღაცა როცა შედარებას აკეთებენ, ანუ ეს უკვე არასწორი არის ჯერ ის რომ ბავშვების შედარება ხდება და აღიარება გვჭირს რომ ყველა ინდივიდუალურია და ჩემი ამასაკში უკვე საუბრობ და უკვე დადიოდა. ეს არის ხოლმე ერთ-ერთი აი რაღაცაზე თუ დაიწიწუნე მაგალითად იციან ხოლმე რომ ჯერ სათხარ ეს შემდეგი ეტაპი თითქოს გამდედება რომ შემდეგი ეტაპი ჯერ კიდევ წინ გავსის სირთულე არის ხოლმე კიდევ დამჭრბუნველი რაც ვიცი დედებზე ძალიან ცუდად მოქონეს ამას ძალიან ხშირად ჩემი აუდიტორია მიზაებს ხოლმე გამუდმებული კითხვა აი კიდე არ საუბრობს, ჯერ არ დადის, ჯერ არ დახოხავს, ესეც თავისთავად ცუდად მოქმედებს, იმიტომ რომ თუ რაღაცა საყურადღებო არის განვითარების ეტაპების კუთხით, პირველი თვალში ისედაც მშობელს ხდება და ისედაც შეიძლება დედას ეს შფოთვა ჰქონდეს და ამ კითხვებით კიდე მეტად უბრმავად. აი რა ხდება ამ დროს დედის თავში რეალურად? პირველივე იწევს საკუთარი თავის დანაშაულებას. იქნებ მე რაღაცას კარგად ვერ ვაკეთებ,
მიყავდებიდნენ უფრო მეტაჯმდელობით საკმარისად ვებავთ და ეს თქო ისედაც გვაქვს მშობლებს რეალურად ამ კითხვების გარეშე. ან თუ ქონია ეგეთი მომენტი, აი რაღაცა უთხოვს პირობითად და აი დაფიქრებულ ხარ შენ თავზეო, აი რადგან ამას მეუბნები, ან რამეს არის რა თქვა, ხომ არ ვაკეთებ. კი, ყოფილა და ამ გადმოსახედიდან კი ახლა ვიცი რომ საფუძვო იყო ეს ჩემი შიში, მაგრამ იმ მომენტში ძალიან დამსხვრელი იყო, თუნდაც ძილის რეჟიმთან დაკავშირებით. ხარ ქონია ისეთი მომენტი, როცა გაანალიზე რომ მართლა არასდროს გაკეთებდი რაღაცას. კი, აი ეს რაღაც გარკვეულ ეტაპზე ვფიქრობ, რომ განამეტებლად რაღაც ცრილმანებზე მივივლობდი და როცა ამასთან დაკავშირებით მივიჩეს რომ ცოტა უფრო თავისუფლად ისე მარტივად შეხედე, მე ამან მისდევ რომ ხო იქნებ საერთოდ თანხმის ამაზე რაღაც კონკრეტულ საკითხებზე. დამატებით ის ზედმეტი ფიქრი და ჩაღმავრება. იქნებ ზედმეტად მწუნავს და მართლაც ესე იყო. რაღაც გარკვეულ საკითხებს ზედმეტად მოვიაგოდი ვფიქრო. აი ზუსტად ვისაუბრეთ ამ თემაზე ახსენე კიდეც და ზუსტად მინდა რომ აი საზოგადოებას დედებს აი ამ ფრაზებს ჯერ სათხარ ფრაზაზე რაღაცა დავისაუბრებ, განვარცოთ ეს ფრაზა. ისე ვერ გიტყვით ზუსტად რა განვიცადე იმ მომენტში, მაგრამ აი ხოლმე ფაქტები, როცა ზოგი შიშს დნობს, მაგრამ ზოგს ახლა რაღაცას ჯერ სათხარ, როცა რა წარმოუდგენია რაღაცა ისეთ მომავალთან, რომელსაც ვერ ხედავ, თან ხედავს და რაღაცა ძალიან ემოციებში არიან ხოლმე. ჯერ სათხარ 1% შეიძლება გითხრან კარგი დენდრისთვის. ჯერ სათხარ მე ახლა უფრო იგნორს სიყვარულს, მაგრამ ეს არის მართლა ძალიან მცირე შემთხვევა guys. უმეტესად რაღაცა უარესისთვის მომზადებენ ხოლმე. თუ რაღაცაზე დაიწვია რომ მაგალითად ძალიან აქტიური გახდა და გაცილკდა და რაღაცას ვიღარ მკლავდები. თითქოს საკუთარი გამოცდილება გადმოაქვს შენზე, რომ ჯერ სათხარ შემდეგი ეტაპები ნახე. გიქმნის აღქმას მომავლისას რომ რაღაცა უარესი იქნება. კი, შეიძლება ყველა ეტაპს აქვს თავისი გარკვეული სირთულე, მაგრამ ამასთან ერთად აქვს ძალიან ბევრი ლამაზი მომენტი, რაც შეიძლება გამოტოვო იმაზე ფიქრით, რომ აი რაღაცა რთული და ესეთი მელოდება, რაც ამაზე უფრო მეტად რთული. ანუ შენთვის რაც ნიშნავს ეს სიტყვები გაფრთხილებას, დაშინებას, გამოცდილების გადმოცემას, თუ ხშირ შემთხვევაში ნიშნავს ხოლმე, რომ ხო აი შენ ჯერ კიდევ არ იცი რა გელოდება წინა, იმერე უფრო რაღაცა რთული იქნება. უფრო ესე ისმის ხოლმე ძირითად შემთხვევებში. ანუ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე, რომ აი რაღაცნაირად მე ვფიქრობ, რომ არ შეიძლება საზოგადოება ესე არ აღიქონს, მაგრამ აი ჯერ სათხარ ჩემთვის რაღაცა უფრო დაშინების ემოციას თხოვებს, ვიდრე აი ხარდაჭარის, აი პირებ ჯერ სათხარის თქმას, აი რაღაცნაირად ნუ არა უშავს ეს გამოსწორდება, რაღაცა გქონია რომ ეს მომენტები უფრო ნაკლებად არის. კი, ზოგადად დედების მიმართ არის ესე. მიფიქრია იმაზე, რომ იგივე სიტუაციაში, იგივე ადამიანთან სხვა პრობლემაზე რომ ესაუბრა, შეიძლება ეთქვა ზუსტად ეს რომ არა უშავს გამოსწორდება დროებითი, თუნდაც სამსახურის პრობლემაზე ესაუბრა. მაგრამ როგორც კი დედობას ეხება საქმე, თითქოს უფლება არ გაქვს, რომ აი აქ რაღაცაში მოიკლოჭრდე, ან რაღაც მომენტში დასუსტდე, ან რაღაცა შეგეშალოს, ან შესვენება გინდოდეს დაივალ. პირდაპირ არ იქვამენ, რომ შეიძლება ესეთი აღქმა აქვს, არ ვიცი რომ თუ რაღაცაზე ისახება რაღაცას ვერ ვყავდები, არასაკმარისად გიყვარს შენი შვილი და რაღაცა გაშინებენ ალბათ, რომ მე მაინც ვქონია რომ სხვა დედიკოების გულისახილი არის. მაგას რო გეუბნებიან რაღაცნაირად აი თვითონ თავიანთი გამოცდილების გულისახილი არის, რომ რაღაც შენს აი არ ვიცი როგორ გითხრა გადმოგცენ ალბათ. მაგ გაიარა ეს რაღაც ეტაპი. და ხო თავისი გამოცდილება უნდა რომ რაღაცნაირად გაგიძიოთ. იცით ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს დასვის მიზანი იყოს დაცვა, რომ შეგამზადოს წინასწარ, რომ რაღაცა უარესი იქნება. მაგრამ მსმენელის გადმოსახედიდან სხვანაირად არ იქნება ხოლმე. აი ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე და შიდა ბრძოლებზე მინდა რომ გამომახვილოთ ყოველთვის შემდეგ თემაზე რომ გადავიდე და აი როგორ აისახება ასეთი დამოკიდებულება დედისთვის შეფასებაზე. აი ფსიქოლოგიური ზეწოლა და თუნდაც ეს შიდა ბრძოლები. ჯერ თავიდან რა თქმა უნდა როგორც წევანქვი იცდებ საკუთარი თავის დანაშაულებას, რომ როდესაც გაგრძნობილებენ რომ შენი ემოციები და გრძნობები
არ არის მიღებული და არ არის სწორი, პირდაპირ გიქნება ეჭირო, ხო იქნებ რაღაცას მე ვარ მკლავდები. და დროთა განმავლობაში იწყებ მე უკვე ამ ყველაფრის დამალვა საკუთარ თავთან. აღარ გინდა ეს გამოიტანა, იმიტომ რომ იცი რომ კრიტიკას მოისმენ და ვიღაცა არასწორად გაიგებს ამ შენს ემოციებს. ამიტომ ვცდილობ რომ ყველანაირად შენში დაითხოვო და ძალიან მოქმედებს ეს სამომავლო დიდი თვითშეფასებაზე და მე უკვე ვიღებულ გადაწყვეტილებებზეც. იმიტომ რომ ბავშვთან ურთიერთობის ხარისხი თვითშდება ჩემი აზრით, როცა არ არის დედა თავდაჯერებული და არ არის დედნიერი. მე ასე მგონია. ხო, მაგრამ მაინც მე ვფიქრობ, რომ თავიდან პირველი პერიოდი ესე თავდაჯერებული ვერ იქნები. უბრალოდ მგონია, რომ თავდაჯერებულობა მოდის უკვე ეტაპებთან, გამოცდილებასთან ერთად და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა, შენ იცი, შენ სულს უფრო მეტად უკეთესად რა სჭირდება, ვიდრე სხვა მითის. ნუ ეს ზოგადად ესეა საზოგადოება, რატომაც გონია, რომ საზოგადოებას გონია, რომ უფრო მეტი და უკეთესი იცის შენ სულზე, ვიდრე შენ, მაგრამ ეს თავდაჯერებულობა რა თქმა უნდა შემდეგ მოდის, როცა პრაქტიკა გემატება, მაგრამ ამას სჭირდება რა თქმა უნდა ზუსტად ეს მხარდაჭერა საზოგადოების, არა პირიქით ეჭვების შეტანა შენში. არამედ მხარდაჭერა, რომ კი მეც მიგრძნია ასე, მეც ყოფილვარ ასეთ შემთხვევაში, ასეთ სიტუაციაში, მაგრამ ამა გაიარა. ეს ფიქრობ, რომ მეტად დაგხმარება ამ თავდაჯერებულობის მოყოლება. ზოგადად თუ ქონია და გაგზეთებიან ხოლმე რამე, რომ აი ინგირი არჩევა, მაგრამ გითხოვს, რომ აი მადლობა, მაგრამ შენ რჩევა არ მჭირდება. ვერ მithქვამს. რატომაც ვერ მithქვამს. მიუხედავად იმისა, რომ არ მიჭირს ხოლმე საკუთარი პოზიციის დაცვა და არ მიჭირდა ხამდეც, მაინც იცით როგორი რაღაცა, როდესაც უკუნდა აზრები რჩევას, პირდაპირ ესე აღიქვება, რომ შენთვის კარგი უნდა და ამიტომ გირჩევს. თითქოს მადლიერი უნდა იყო, რომ ამ თავის გამოცდილებას გიზიარებს. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ყოფილა, რომ არასწორ რჩევას მაძლევს, იმიტომ რომ მის დროს შეიძლება ასე იყო, ხო თქვათ წარსულში ასე იყო, მის შემთხვევაში ასე იყო, მის შვილთან ასე იყო, მაგრამ ჩემ შემთხვევაში შეიძლება მქონდეს კონსულტაცია გავლილი, თუნდაც პედიატრთან ან სხვა სპეციალისტთან და ვიცოდე, რომ არასწორ რჩევას მაძლევს, მაგრამ მაინც ვერ ხო, აი და იცი რა ზოგადად მსგავსი მმართველობით რჩევის მიცემა ცოტა ვფიქრობ, რომ არ უნდა შევიყავოთ, იმიტომ რომ მაინც ყველა ბავშვი და თუნდაც ადამიანების დასრულებით ინდივიდუალურია და ამასთან ვფიქრობ, რომ ესეთი რჩევები ცოტა ხიფულია ალბათ. რჩევა ზოგადად ყოველთვის რა თქმა უნდა ზეწოლას არ გულისხმობს და არის რჩევები, რომელიც მოდის იქიდან რეალურად, რომ უნდა ადამიანს შეძიეს მას და დაგეხმაროს. მაგრამ კი შეიძლება რომ არასწორი რაღაცა ურჩიო დედას. არ გქონდეს თუნდაც საკმარისი გამოცდილება ჰალდეცთან დაკავშირებით არის ხოლმე ბევრი არასწორი რჩევა, რასაც ვიცი რომ ბევრ დედას აზიანებს ეს. პრაქტიკულად არასწორი გამოცდილებები. ადრეს არის სხვა რაღაცა იყო ლაქტაცია, ეხლა განვითარდა სამყარო, ჩატარდა კვლევები, საერთოდ სხვა რაღაცა არის და ის ძველი გამოცდილებები უკვე რეალურად ამ პროცესს აზიანებს და თუნდაც ამიტომ შევიყავთ თავი, რომ ჩვენ თავში დავფიქრდეთ, რომ ნამდვილად მაქვს თუ არა საკმარისი გამოცდილება ამ საკითხში, რომ ადამიანს მუჩიო. ხო, თუნდაც რომ ის რომ შენი გამოცდილება არ შეიძლება იყოს სხვისი გამოცდილებაც, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვერ იქნება რენაგო. საზოგადოებაზე და ზოგადად საზოგადოების წარმოდგენაზე დედასთან დაკავშირებით მინდა რომ ვკითხვი. შენი აზრით როგორი უნდა იყოს საზოგადოების თვალში კარგი დედა? საზოგადოების თვალში კარგი დედა უნდა იყოს ყოველთვის დაკავებული. იდეალურად უნდა ქონდეს სახლის საქმეები, წესრიგი მოხსნოვი, თვითონაც მოვიდი უნდა იყოს და იდეალურად ერგებოდეს ამ სიტუაციას. არა რეალურია რა თქმა უნდა. ჩემი აზრით, კარგი დედობისთვის საკმარისი არის მხოლოდ ერთი რამ, რომ ემოციური კავშირი გქონდეს საკუთარ შვილთან და ეს არ დაკარგო. იმის იქით რამდენი ინგრედიენტის გაშენდგა მენიუს შესთავაზოთ ყოველდღურად კი ეს რა თქმა უნდა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მეორე ხარისხოვანი რაც არ უნდა დააკეთო, თუ ვერ არ გაქვს შვილთან ემოციური კავშირი, არა თუ მსვლელობა რამდენი საათს ატარებ დღის განმავლობაში, შეიძლება 1-2 საათს ატარებდე, მაგრამ 1-2 საათის განმავლობაში იმდენ რაღაცა საძლეოდე შენშვის, რომ საკმარისი იყოს მთელი დღისთვის. და ამას ფიქრობ, რომ ჭირდება დედის
ჯანსაღი ფსიქიკა, რომ ეს შეძლო, რომ შვილთან კონტაქტი და ემოციული კავშირი შეინარჩუნო. როგორ მე მაინც ვფიქრობ, რომ საზოგადოება ძალიან იცვლება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და აი თუნდაც ეს საზოგადოების ხელში დანახული და სხვანაირია ხო? მგონია, რომ ჩვენ საზოგადოება მაინც ჯერჯერობით ძველ შეხედულებებს მოვუყვებით. ადრე თვითედა სახლში იყო და მოვალეობა იყო მხოლოდ თქვა პირობითად შვილებს ეცხოვა, ეხლა შეიცვალა რა თქმა უნდა და ბიოლოგიურად ეთნოსები ქალები, პლუს ესეც დარჩა მეცილა და ბევრი რაღაცაზე უნდა დავფიქრდეთ, რომ როგორც ადრე იყო და რამდენადაც რამას გარკვეულ საკითხებს ადრე ახერხებდნენ ქალები, ეხლა შეცვლილია და მიმღებლობა უნდა ჰქონდეს. რადგან ვსაუბრობთ ზოგადად თანამედროვეობაზე და თანამედროვე დედაზე, მოდი შევახოთ სოციალური ქსელების დამოკიდებულებასაც ზოგადად საზოგადოება ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მართულად ხდება ეს ინფორმაციის გავრცელება, კომენტარები, ანუ ასეთი რამე მოხდა. რამდენად მქვრივდეთ და ზოგადად სახდენს სოციალური ქსელი. სამცანები ზოგადად ისედაც ნებისმიერ საკითხში უმართავი და კრიტიკულია სპონას მიმართ. გვიჩვენებენ არგეტიფებიან მაინც მოხასენ ჩვენას სპექსია და მგონია რომ დიდების მიმართ განსაკუთრებულად კრიტიკულები არ მოხდნენ და უფრო მეტის არიან ბუზიჯობა ზაჰანა არ რომ ამან უფრო გაუარეს ეს სიტუაცია. აი თუნდაც საზოგადოების დამოკიდებულება რა, რჩევების მხრივ, შეფასებების მხრივ, თუ ქონია, რაღაც მგონია რომ ზოგადად ბევრს ახome რაღაცა წარმოუდგენია თავის თავში ყველაფერი დალაგებულად, მაგრამ ანუ ამ სოციალური ქსელის მერე ეს თავისი დალაგებული და იდეალური დედობა თუნდაც ის სამყაროც ჩამონგრევიან და საზოგადოებას ძალიან ცუდი ზეწოლა გაუკეთებიან. მე საკითხი ასეთ შეიძლება ძალიან განსხვავებული იყო, მგონია. როცა ეს რაღაცა აიჯენ საკთან კიდევ გამოდის და მე მქონია ეს სიტუაცია. ძალიან გამყოლებს მე გაფიქრებს და ეჭვს ნადებს. მე თვითონ მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ სიტუაციებში ვიცოდი, რომ ცუც არაფერს არ ვაკეთებდი, მაინც მოუხერხებია საზოგადოებას ამაზე დავაფიქრებდი. მქონია შემთხვევა, რომ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში დავდე ვიდეოს, სადაც ჩემი ძიების ნახევრის ფილმი და ქართული ანიმაცია ასრობის ცნობა. ამაზე ახლა ვუშავთ აგენიფადია, უბრალოდ ვიკითხებოდა და ჩვენ პასუხობდით რა ასე იყო და თურმე ძალიან მალე ეს რამდენიმე 100 თვლის ნახევარზე იცოდა. და ეს ვიდეო გავდე სოციალურ ქსელში. ისეთი ნეგატივი წარმოვიდა, რომ როგორ ასწავლით ამას აქში, რატომ იცის, მოაკეთებთ ამას. აი, თითქოს ხო ვიცოდი, რომ არაფერს ცუდს არ ვაკეთებ, არაფერს არ გამიკეთებ, მაგრამ ისე მოქმედა, იქნებ მართლაც ვიდედა, რომ რას ვაკეთებ რაღაცის ვუნგრებ ჩემს და მე სკოლაში გაუჭირდება რაღაც კუთვნად და მოსახედა შეიძლება ანუ სწორია ეს ვიცი რომ ასაკის შეუსაბამოცოდნა იყო, მაგრამ რეალურად ესე თავისთავად მოხდა და თვითონ აიწია მოხდა და არაფერი ანუ ამერდა სკოლაში ყოველს გამოდგომია და არავის არაფერი გიჭირდა რა არის დატოვის სტანდარტები რასაც ცდილობს რომ საზოგადოება მოყვარგოს და მოარგოს ბავშვებიც რაღაც ერთ ჩარჩოში ჩასვას თითქოს ყველა ერთ ტემპით უნდა ვითარდებოდეს და რეალურად ვერ არ არის ეგრე და არის თქმა უნდა ანუ თუ ქონია ესეთი მომენტი რომ აი ვიღაცის ესე კი კარგი დედობა შენ დედობაზე შეგიდარები აი რაღაცა სამაგალითე და გონია და აი მე მაგალითად აი რაღაცა მგონი ეგეთი არ ვარ ან რაღაცა ეგეთი მომენტები და ფიქრები თუ გქონია მქონია კი დედობამდე მქონია და პირველ თვეებში განსაკუთრებით მე დაინდათა უკვე ჩემი შვილი და 60 წლები განსაკუთრებით ფსიქოლოგი ბლოგერების ვიდეოებს ყოველთვის მოწესრიგ გაბრულები და კომენტარები და ბავშვების ცნობილების აღშტიზიალური წესრიგი მეგონა რომ ეს იყო სტანდარტი და მე ეს უნდა მეკეთებინა და თითქოს აი ამას მივდევდი რომ ეს მეც შეიძლება ეს იდეა ანუ ფეში გიგა რომ გარამოგენუშავე იგი მაგრამ აი რეალური აღმოჩნდა რა თქმა უნდა და გამოფიტა რაღაც
ეტაპს უკვე ამაზე იცომა კია. სადაც დაიჭირეთ გაჩრებული თუ იმპულსი რაზეც პირობითა და აი როგორ დავიჯერ, ეს რეალური იყო, იმიტომ რომ ის სოციალური ქსელი რამოდენიმე წამია და რაღაცები შეიძლება რომ სხვანაირად გამოაჩინო, მაგრამ იმის იქით არის საათები, დღეები, რაც არ ჩანს რეალურად და თუნდაც ის თელი დღე პიჟამაში სიარული არის აბსოლუტურად ნორმა და ის რასაც გაიდენ ვუყურებთ ხოლმე თვითმფრინავში არის რეალური. აი მხარდაჭერას და რჩევაზეც ქონდა საუბარი და მინდა რომ ეს კითხვა დაგისვა შემტირო რა განსხვავებაში თუ რეალურ მხარდაჭერასა და ზედმეტ არჩევას შორის. ამ საკითხს რამ საუბრობთ, ზუსტად მგონია რომ ჯერ პირველ რიგში ყველაზე კორექტული იქნება თუ გითხავ დედას ჭირდება დახმარება, ან რაში დამეხმარო, რა საკითხი გიჭირს, რამირჩევა ხო არ გილეჯერ დააზუსტო, რომ ჭირდება თუ არა ადამიანს ეს შენი კონკრეტული რჩევა. და შემდეგ უკვე რჩევის მიცემის დროს უნდა დაუტოვო ადამიანს სივრცე, რომ მე კი ასე გირჩევ, მაგრამ შენი გადასაწყვეტია რა თქმა უნდა როგორ მოიქცე და ხშირად რჩევაზე მეტად და მიღწევაზე მეტად ჭირდება ხოლმე უბრალოდ იმის დაგება, რომ ნორმალურია, რასაც სამცდი, რა პრობლემის წინაშე ვდგავარ და სხვასაც ქონია და გადალახვადია. ყველამ მნიშვნელოვანი ეს ყოფილა ისეთი ფრაზა, რამაც აი პირობითა და აი მართლა დაგეხმარა ეს ფრაზა და დაგამშვიდა. შენში განპოგობითი ემოცია გამიახია რჩევის სახით თუ ამსეგეთი ფრაზა კონკრეტულად არ მახსენდება, მაგრამ იყო რჩევები, რომელიც იყო ესე ქმედება, რომელიც ბრენდება მადლობელი ვარ, არ ვითხოვია და იმ მომენტში სადღაც არც გამიაზრებია, რომ ეს რჩევა მჭირდებოდა, ისევ და ისევ იყო ლაქტაციასთან დაკავშირებით ჩაწვის ეტაპზე საერთოდ ვერც აღვიქვამდი ბოლომდე რა ხელასარგებელი იყო, მინდოდა არ მინდოდა რას გავაკეთებდი არ ვიცოდი, მაგრამ ჩემმა კონკრეტულად მეგობარმა იმდენი იმუშავა ჩემზე ფსიქოლოგიურად გამოცდილების გაზიარებით თხოვნის გარეშე. და იმ მომენტში ვერ ვაანალიზებდი, რომ ეს მეხმარებოდა, მაგრამ რეალურად შედეგი ის იყო, რომ ყველაფერი მე ძალიან გამიჩნდა და ძალიან გამეხმარა ის რჩევები, რაც მომწეს. ამ დავე თემას შევხედეთ ამ ბევრ რაღაცებზე ვისაუბრეთ, თუნდაც საზოგადოების დამოკიდებულებაზე, თუნდაც რჩევებზე, თუნდაც ამ ყველაფრის მერე შინ დამოკიდებულება როგორ შეიცვალა? უფრო დადებითისკენ შეიცვალა, უფრო თვისკენ წახვედი თუ აი რა გრძნობა დაგრჩა? ეს ძალიან კარგად გავიაზრე და მივედი ამ დასკვნამდე და ჩემი თავი საბოლოოდ დავაყენე ამ პოზიციაზე, რომ მნიშვნელობა არ აქვს სხვების მოლოდინებს. მნიშვნელობა აქვს შენ რა ხდის ბეგუნიას და შენი შვილისთვის რა არის უკეთესი და მნიშვნელოვანია რომ მისთვის იყო ნამდვილი და მისთვის იყო კარგი. იმის იქით ვის რა მოლოდინი აქვს, ვის რა შეფასება აქვს, ვის რა პრაქტიკა აქვს და ვის როგორ უნდა რომ რაღაცა მოქმედება ხონდეს, არ აქვს ამას მნიშვნელობა და ერთ-ერთ პოსტში მქონდა რომ სხვა დანარჩენი ხმაურია თქვა და ძალიან მოიწონათ ეს ფრაზა სხვათა შორის ჩემს აუდიტორიას. ზუსტად ასე მგონია. სხვა ყველაფერი არის უბრალოდ ხმაური. მხოლოდ ის რა არის შენი შვილისთვის უკეთესი და შენთვის, შენი ოჯახის. რას შეცვლიდი პირობითად ამ არსებულ სიტუაციიდან გამომდინარე და რა რჩევას მისცე? პირველ რიგში საზოგადოებას ვურჩევდი, რომ მოგდააღიზნება ის რა ხელა პროცესი გადის ახალბედა დედა. ანუ ზღვარი მარტი პროცესი საერთოდ სხვა სამყაროში გადადის შენ. იდენტობის ცვლილებასაც ნათი ჰორმონებით საერთოდ ქაოსი და თავის ქაოსი და კარიერას ეკდმოდი. არ არის ეს მარტივი და მიჯნებიან კაცები. თუ რაღაც გარკვეულ ეტაპზე დედას ჭირდება შესვენება, ჭირდება мотиваცია, უმჯობესია რომ რაღაცა ეს თანაგრძნობა გამოვადოთ და დედებს ურჩევით და ყოველთვის ყველგან ამას ვამბობ ხოლმე, რომ ნუ გექნებათ დანაშაულის გრძნობა, როცა საკუთარ საზღვრებს იცავ, ან საკუთარ ხალხზე ზრუნავ, იმიტომ რომ ეს პირდაპირ ნიშნავს საკუთარ შვილზე ზრუნვას. თუ დედა არ არის კარგად, ვერც ბავშვი ექნება კარგად და ეს არ არის ჩემი აზრი, ფსიქოლოგები ამას ადასტურებენ, რომ განსაკუთრებით 3 წლამდე პირდაპირ აისახება დედის ემოციები ბავშვის ემოციებზე და სამალოდ ეს გავლენა ახდენს მის განვითარებაზე. ამიტომ თქვენზე ზრუნვით თქვენ შვილებსა. ნაცია ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ეს ჩვენი გადაცემის მარი, თქვენზე ძალიან მადლობა. მე კი შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი, დაგვილაიქოთ
დაგვიწეროთ კომენტარები, ასევე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორი არის დედების და ბავშვების თავისნაულის ფრანგული ბრენდი მუსტელა.